მოგესალმებით მეგობრებო, დავიწყოთ ბიუროს ხდომა განსახილველი საკითხებიდან. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მეორე მოსმენაა და განიხილება დაჩქარებული წესით თქვენ იცით. საქართველოს კანონის პროექტი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ფლობელობაში, სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. ესეც მეორე მოსმენი და ამავე პაკეტშია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანა. ესეც დაჩქარებული წესით განიხილება საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. ესეც მეორე მოსმენით არის და ამავე პაკეტშია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების საკითხი და საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები. ესეც დაჩქარებული წესით. უკაცრავად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ამასაც ახლავს რამოდენიმე კანონ პროექტი საჯარო შესყიდვების შესახებ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ და სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონებში ცვლილებების კანონ პროექტები. საქართველოს კანონის პროექტი მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენა განიხილება ესეც დაჩქარებული წესით. კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ესეც პაკეტია საბაჟო კოდექსში ცვლილებებია საჭირო და ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაც საჭიროა. ესეც დაჩქარებული წესით განიხილება საორგანიზაციო საკითხებიდან ჩვენ გვაქვს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლების ორგანიზაციის ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას თავმჯდომარის ზაქრო გვიშიანის მიერ წარმოდგენილი პეტიცია საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტებისათვის მედიკამენტების დაფინანსების შესახებ. და ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად ესეც უნდა გადაიქცეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. თუ არა გაქვთ რაიმე დამატებები, გთხოვთ გადავინაცვლოთ სხდომათა დარბაზში. ბიუროს სხდომა დასრულებულია.